ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში გრძელდება. მიხეილ ყავილაშვილი დღეს აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდება, რის შემდეგაც ორივე პრეზიდენტის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება. დღესვე მიხეილ ყავილაშვილს პარლამენტის სპიკერი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილებია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა. ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყავილაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უკვე შეხვდა. დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართება. ხდომაზე მიწვეულია თამაზ მოლოშვილი, რომელიც შვილის სულხან მოლოშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს. კომისიაზე იქნება აცგარდაშვილი მოლაშვილის მამა. ვენიცით როგორ აწამეს ციხეში ბატონი მოლაშვილი მისი ჯანმრთელობის სრულად გაუმჯობესება ვერ მოხდა და ის გარდაიცვალა ანუ ამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ნაციონალურმა მოძრაობამ რა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიძინა სისტემური და სისტემატური ქართველი ერის წინაშე ერთად თავმოყრილი არ არსებობს ამიტომ ეს ერთად იქნება თავმოყრილი ეს იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლის სააკაშვილის რეჟიმის დაპატიმრებული უსასტიკესად ნაწამები მსხვერპლი იყო სწორედ იმიტომ რომ პირადი შურისძიება და პირადი ბოღმა ამოძრავებდა სააკაშვილს მის მიმართ რადგან როდესაც იყო სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი და სულხან მოლაშვილი იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარე მან შეამოწმა სააკაშვილის მიერ ფულის ფლანგვა სწორედ ამის გამო როგორც კი პრეზიდენტი გახდა ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვის დაიჭირა იყო სულხან მოლაშვილი და ვიზეც პირადად იძია შური საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდება. შესაბამისად ოპოზიციას მოხლობილ თვით მმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. როგორც სამმართველო გუნდში განმარტავენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების აღგრძელვის შესახებ ოქტომბრამდე შევადა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყველა პარტია წელსვე აიკრძალება. ჩვენ ვასრულებთ ჩვენ საარჩევნო დაპირებას შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომლის მუშაობას აღმოჩნდა ითხოვს. ვადის გაგრძელებას კომისიის ვადებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ კომისიის მუშაობის დასრულებას, რომ გქონდეს საკმარისი მტკიცებულებები, ვისაც რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორეს მხრივ სავალ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია გარკვეული ვადები, როდის უნდა განიხილოს საქმეები, სავარაუდოდ ეს ვერ მოესწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. 4 ოქტომბერს ჯერ ქართველი ხალხი გამოუტანს კიდევ ერთხელ პოლიტიკურ განაჩენს ნაციონალურ მოძრაობას და მე იმედოვნებთ რომ ჩვენი სარჩელი საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და გრანტების შესახებ და სხვა მათგან გამომდინარე კანონებში შესატან ცვლილებებს. მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური ფულის გრანტის სახით მიღება აიკრძალება. ცვლილებების მიზანია რადიკალურმა ჯგუფებმა ლექციის, სემინარის ან სხვა საჯარო ღონისძიების ჩატარება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ ვეღარ შეძლონ. აკრძალვა არ შეეხება ზოგადი და უმაღლესი განათლების მისაღებად, ასევე სამედიცინო მუშაობისთვის გაცემულ სტიპენდიებსა და გრანტებს. კაცრად იქნება გაკონტროლებული ყველა ის თითეული თეთრი და ის თანხა, რომელსაც უცხოეთიდან მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც ისინი პოლიტიკაში ერთვებიან და ხდებიან პოლიტიკური აქტივისტები, ეს უკვე დაუშვებელი არის საქართველოს კონსტიტუციით, ვინაიდან ვიცით, რომ გარედან დაფინანსება არ შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა სუბიექტმა. შესაბამისად, მკაფიოდ იქნება აღკვეთილი ის ქმედებები, რომლებსაც აქამდე ჩადიოდნენ ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაციები. პარლამენტი დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებები განსაკუთრებით მკაცრია ნარკომოვაჭრეების მიმართ. ქართულოცნებაში აცხადებენ, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის შემცირებას. მკვეთრად მოიმატა ნარკოტიკული საშუალებების როგორც რაოდენობამ, ასევე მის მოხმარებამ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ჯერ კიდევ არჩევნების წინ ჩვენმა გუნდმა დაანონსა, რომ ვამკაცრებთ ანტინარკოტიკულ კანონს. ეს გულისხმობს როგორც ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკის მიმართ კანონის გამკაცრებას, ასევე ყველა იმ ნარკოტიკული საშუალებიც, რომელიც არაკანონიერ ბრუნვაში არის ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში. მკაცრდება როგორც სასჯელი, ასევე იცით რომ შემოგვაქვს იძულებითი მკურნალობა, ნარკომანიასთან ბრძოლა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსოფლიოში და რა თქმა უნდა საქართველოში.
მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებზე პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით იმსჯელებს. ცვლილებების მიხედვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყოფა და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ჩამოყალიბდება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 100.000-დან 200.000 ლარამდე გაიზარდა. კანონში შეტანილი ცვლილებებით საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. კერძოდ უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკისგან დაცვა. მიღებული ცვლილებებით მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მიიზიდონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესს და მომხმარებლებს შეიმუშაონ ახალი პროდუქტები, განავითარონ თავიანთი წარმოება, ხოლო მიკროსაფინანსო სექტორს თავის მხრივ ხელს შეუწყობს იმაში, რომ ახალი სერვისები შესთავაზოს თავის მომხმარებელს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება მიკროსესთან დაკავშირებით მიიღოს გარკვეული მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხო სესხის გაცემას, ასევე რისკებს შეამცირებს. უცხოეთის ახალ ამბებს გავეცნოთ. ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის 129 გრანტი გააუქმა. ცნობას ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალური ქსელით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია დეპარტამენტის ხარჯების შემცირებაზეა ფოკუსირებული. სახელმწიფო დეპარტამენტში დაგეგმილი შემცირების შესახებ გავრცელებული ცნობა თავად დეპარტამენტმა გაანმარტა. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის უწყების პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ არის, რადგან უწყებას ჯერ საბოლოო ბიუჯეტი არ აქვს განსაზღვრული. შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში ყველა უწყებას აქვს საბიუჯეტო გეგმა. ის კონგრესს ეგზავნება, რომელიც ან მიიღებს მას, ან როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, თავის იდეას წარმოადგენს. რაც თქვენ მოისმინეთ, არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ცნობა. უწყებას არ აქვს საბოლოო ბიუჯეტი. ის დამოკიდებულია თეთრ სახლსა და პრეზიდენტზეც. ისინი მუშაობენ საბიუჯეტო გეგმაზე და მას კონგრესს წარუდგენენ. შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალისხმევა, უსაფრთხოების გარანტიები, შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხები, თურქეთში დღეს დაგეგმილი შეხვედრა და უკრაინის ნატოში წევრობის საკითხი. ვლადიმირ ზელენსკისა და მარკ რუტეს მოლაპარაკების მთავარი თემები იყო. ნატოს გენერალურ მდივანს უკრაინის პრეზიდენტმა ოდესაში უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში რუტე ჰოსპიტალსაც ესტუმრა, სადაც რუსულ აგრესიასთან მებრძოლი უკრაინელი სამხედროები კურნალობენ. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და რუსეთთან მოლაპარაკების წარმოებაში ვაშინგტონის ძალისხმევას დაუთმეთ. უკვე 35 დღეა მოსკოვი იგნორირებას უკეთებს ამერიკულ წინადადებას ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ. რუსეთთან მოლაპარაკების პარალელურად შავ ზღვაში უსაფრთხოების შესახებ სამხედროების შეხვედრა იგეგმება თურქეთში. ფიქრობთ, თურქეთს შეუძლია სერიოზული ადგილი დაიკავოს ზღვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების შესამუშავებლად. საქმე ეხება არა მარტო ცეცხლის შეწყვეტას, არამედ იმას, თუ რა მოხდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან აწარმოებს და რომლის მიზანიცაა ომის დასრულება და მდგრადი მშვიდობის დამყარება. ჩვენ მხარს უჭერთ ტრამპის ძალისხმევას. სხვა მოკავშირეები საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით ასევე მზად არიან და სურვილი აქვთ პასუხისგებლობა აიღონ მშვიდობის უზრუნველყოფაზე, როცა ეს დრო დადგება. უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია. ეს იყო ვაშინგტონის სამიტის შედეგი და არაფერი შეცვლილა. როდესაც ვამბობდით, რომ უკრაინა ერთ დღეს ნატოს წევრი გახდება, ჩვენ არასდროს მიგვიცია დაპირება, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა. დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულებას სურს. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი დესპანის სტივ უიტკოფის საუბარზე დაყრდნობით გააკეთა. პროდუქტიული საუბარი შედგა. პრეზიდენტის დესპანმა სტივ ვიტკოფმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთს ამ ომის დასრულებას სურს და ამის პრეზიდენტსაც სჯერა. რუსეთს აქვს ამ ომის დასრულების სტიმული. შესაძლოა ეს იყოს ეკონომიკური პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვიხილოთ. ეს გზავნილი პრეზიდენტმა და პრეზიდენტის დესპანმა რუსეთს უკვე გადასცეს.
ბირთვულ პროგრამაზე ამერიკა-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა ომანის სულთანთან განიხილა. თეთრი სახლის ცნობით შეერთებული შტატების პრეზიდენტ სურს დარწმუნებული იყოს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. თეთრი სახლის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომელიც მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობს, აცხადებს, რომ ირან-ამერიკის დიპლომატიური შეთანხმება ურანის გამდიდრებისა და ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის ადგილზე შემოწმებაზე იქნება დამოკიდებული. ირანელებთან საუბარი ორ კრიტიკულ საკითხზე იქნება დამოკიდებული. პირველი, მათ არ სჭირდებათ ურანის 3.67%-ზე მეტად გამდიდრება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 60%-ზე, ზოგში კი 20%-ს შეადგენს. ეს დაუშვებელია. მით უმეტეს, როცა ირანი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ბირთვულ პროგრამას აწარმოებს. მეორე კი ეხება ბირთვულ ობიექტებზე გამდიდრების პროცესის შემოწმებას, ასევე იარაღის მათ შორის იმ ტიპის რაკეტების აღწერას, რომელთა დაგროვება მათ შეძლეს. ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, შევძლებთ თუ არა პრობლემის დიპლომატიური გზით დიალოგით მოგვარებას. პირველი შეხვედრა პოზიტიური, კონსტრუქციული და დამაჯერებელი იყო. შეერთებული შტატები ირანს გამდიდრებული ურანის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას თავაზობს. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი იუწყება და აღნიშნავს, რომ ამ წინადადებით შეერთებული შტატები 12 აპრილს ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს გამოვიდა. ამასთან გამოცემა წერს, რომ თეირანი ამის წინააღმდეგია. Guardian-ის ცნობით მესამე ქვეყნებს შორის სახელდება რუსეთი. გავრცელებულ ცნობაზე კომენტარი არც ვაშინგტონს და არც მოსკოვს არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ 19 აპრილს დაგეგმილ მოლაპარაკებების მეორე რაუნდამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ვიზიტს აპირებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თავდაცვის მინისტრთან და სამხედრო სარდლებთან ერთად ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჩავიდა. ქვეყნის პრემიერი რეგიონში შექმნილ ვითარებას გაეცნო და რეგიონული სარდლებისგან ჰამასის მძელობაში დარჩენილი ისრაელელების გათავისუფლების ძალისხმევის შესახებ ანგარიში მოისმინა. სახალის სარდლები, სამხედროები და რეზერვისტები ღაზის სექტორში კარგად მუშაობენ. იერიშები მიაქვთ მტრის პოზიციებზე. ჰამასი სულ უფრო მეტ დარტყმას მიიღებს. ჩვენ დაჟინებით მოვიტყოთ მძევლების გათავისუფლებას. ასევე დაბეჯითებით ვიმოქმედებთ ჩვენი სამხედრო მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვიბრძვით არსებობისთვის და მომავლისთვის. ფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ ქვეყნის მასშტაბით ციხეებზე თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა გააკეთა, ციხეებზე თავდასხმებს კი ტერორიზმი უწოდა. საპატიმროებზე თავდასხმების საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გუშინ მოხდა. ციხების გარეთ ავტომობილები დაწვეს, ხოლო ერთ-ერთი ციხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლეს. მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო მოქმედება, რადგან ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია. ეს ტერორისტული თავდასხმებია. ციხის თანამშრომლების დაშინების აქტები უკავშირდება მთავრობის ძალისხმევას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს შეიძლება იმიტომაც მოხდა, რომ ჩვენ მათ სუსტ წერტილებში დავარტყით. პირველად ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთი იღებს უკიდურესად სერიოზულ ზომებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. დაბოლ სამინდი გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს სიწვიმებს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 17-22 მეტრ-წამამდე გაძლიერდება. წვიმს თბილისშიც დღის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს. ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელია, ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ველოდებით ხანმოკლწვებას, რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ველოდებით 16-21 გრადუსს. ჩვენს დედაქალაქშიც ხანმოკლწვებას ველოდებით, მაქსიმალურ ტემპერატურა დღეისთვის +14 გრადუსია. ხვალიდან მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით, მოხდება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურების თანდათანობით მომატება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს დროებით.